გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ საუბარს ბრიტანული ელიტების შესახებ. ჩვენ გავჩერდით იქ, რომ გავიცანით სესილ როუდსი, მისი სარწმუნოებითი აღსარება, ეგრეთ წოდებული, ასევე ვისაუბრეთ მის, ასე ვთქვათ, მასონურ ფესვებზე და გნოსტიკურ წარმოდგენებზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ იგი რასისტული, სრულიად რასისტული წარმოდგენები ჰქონდა და იგი არ იყო მარტო ამ ამბავში, მთელი ბრიტანეთის იმპერიის ელიტები რასისტულები იყვნენ და წარმოდგენა ჰქონდათ, რომ დიდი ალბათობით ახლაც წარმოდგენა აქვს ჩემი აზრით, რომ ისინი არიან საუკეთესო რასა, საუკეთესო სისხლი, რომელიც რაც უფრო მეტად გავრცელდება მსოფლიოში, მით უკეთესი და ამიტომ ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებით იზრდებოდა ბრიტანეთის იმპერია. ნუ რა თქმა უნდა, ეს იდეოლოგიური ნაწილი იყო, ძირითადად მაინც რა თქმა უნდა იყო რესურსები და სწორედ აი ჩვენი სესილ როუდსი იყო ამის, ასე ვთქვათ, აი ამ ახალი მოძრაობის ფუძემდებელი, ეს მე-19 საუკუნის ბოლოა. და მოხდა შემდეგი რამე, რომ ბატონ სესილ როუდსი, როგორც მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკის ბრილიანტების მაგნატი იყო. მოგეხსენებათ 1860-იან წლებში, 60 წელს და 62 წლისთვის დაახლოებით აღმოჩენილი იქნა აფრიკაში უზარმაზარი რაოდენობის ოქრო და ბრილიანტები და ნუ რაღა დარჩენოდა, ასე ვთქვათ, კოლონიზატორებს იმისა, რომ თელ დასავლეთს, მათ შორის, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბრიტანეთს, რომ არ მოეხდინა, ასე ვთქვათ, ეს კოლონიზაცია და ეს სესილ როუდსი კეიპტაუნის მერიც კი გახდა ცოტა ხანი და ებრძოდა იქ ჰოლანდიურ გავლენებს. ანუ სამხრეთ აფრიკაში ერთი ბრიტანელი ებრძოდა ჰოლანდიურ გავლენებს. ეს ცალკე ისტორია. მაგრამ რა მინდა იცით მოგიყვეთ, რომ ისტორია თუ როგორ მოხდა სესილ როუდსის გადაკვეთა როტშილდებთან, როტშილდების გვართან და ოჯახთან. ეს მოხდა მეგობრებო 1891 წელს. იქიდან გამომდინარე, ნახეთ და წავიკითხოთ რა. Rhodes traveled back to the forth from the South Africa to England until the time his graduation from Oxford in 1881. 91 წელს დაასრულა ოქსფორდის უნივერსიტეტი როუდსმა და დაამთავრა და მანამდე ასე ვთქვათ, ესე მოძრაობდა სამხრეთ აფრიკიდან ინგლისის მიმართულებით აი ამ ბიზნეს საქმეებზე. By then he had acquired claims to over 40 diamond mines in Kimberley. ანუ კიმბერლიში ეს არის ადგილი სამხრეთ აფრიკაში. მან აი ამ სტუდენტობის პროცესის პერიოდშიც კი, იმიტომ რომ 17 წლის ჩამოვიდა სამხრეთ აფრიკაში, აი ამ პროცესშიც კი უკვე შეძლო რომ 40-ზე მეტი ის ბრილიანტის მომპოვებელი, ასე ვთქვათ, ღონისძიების ადგილის ფლობელი გახდა. მაგრამ მოხდა შემდეგი რამ, კერძოდ 1898 წელს მოხდა ესეთი რამ, უბედურება მოხდა, ტრაგედია მოხდა ის, რომ თვითონ არ აქცევდა, რა თქმა უნდა, არანაირ ყურადღებას და არც იცოდა უსაფრთხოების წესები როგორ უნდა მომხდარიყო და მოხდა ის, რომ ნახე. Unfortunately, Rhodes ignored safety rules and the disaster struck in March 1888. 1888 წლის მარტში, იქიდან გამომდინარე, რომ არანაირ უსაფრთხოების წესებს იქ არ იცავდნენ, one of his most profitable mines collapsed. მისი შახტა, ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, წარმატებული და მომგებიანი შახტა ჩამოიქცა და 178 African laborers and 24 white miners perished. და 178 აფრიკელი მუშაკი დაქირავებული იყო, თუ არ ვიცით, ალბათ იაფი მუშახელი იყო და დაქირავებული იყო და 24 თეთრი მეშახტე დაიღუპა. ამას გვატყობინებს ჯონ კუპერი, The Unexpected Story of Nathan Rothschild, თავის New York Bloomberg-ის 2015 წლის ნაშრომში 74 გვერდზე. After the disaster, he returned to London to seek funding from M.M. Rothschild and Sons for takeover of the remaining mines in Kimberley. ამის შემდეგ იგი უკვე, ასე ვთქვათ, ჩამოდის როტშილდებთან და ასე ვთქვათ, როტშილდებთან და ეძებს დაფინანსებას, რომ გააფართოვოს, ანუ ეს ფინანსურად მისთვის უაღრესად წამგებიანი იყო და იგი ცდილობს, ასე ვთქვათ, როტშილდებთან დაკავშირებად. და ცდილობს, რომ ესეთი კომპანია არსებობდა, compagnie française, ფრანგული ალბათ, that owned the multiple diamonds for, ანუ თვითონ, ასე ვთქვათ, ეს კომპანია ფლობდა საკმაოდ ბევრ დიდი რაოდენობის
ბრილიანტის ბიზნესს და აი ამ კომპანიის დასაუფლებლად იგი ჩამოდის როთშილდებთან, რომ ისესხოს ფული. ძალიან საინტერესოა როთშილდების ისტორია და მე მინდა მოკლედ მოგიყვეთ, შეიძლება უფრო საინტერესო იყოს ზოგიერთისთვის. როთშილდებმა როგორ შეძლეს დიდი ფულის შოვნა. და ეს არის მეგობრებო, ეს პიროვნება არსებობდა ნათან როთშილდი, ხო? ნათის ეძახდნენ, თანამედროვეები, ნათი მოფერებით. როგორ მოახერხა ამ ოჯახმა საბოლოოდ, ასე ვთქვათ, დაუფლებოდა მთელი ინგლისის ქონებას, საერთოდ ძალიან ცნობილი მისი ფრაზა არის ნათან როთშილდის, რომ აგერ ქვემოწერია I care not what puppet is placed on the throne of England to rule the empire. მე ფეხებზე მკიდია, რომელი თოჯინას დასვავენ ინგლისის იმპერიის ტახტზე, გი ამბობს. The man who controls the Britain's money supplies controls the British Empire. ადამიანი, ვინც აკონტროლებს ბრიტანეთის იმპერიის ფულის ნაკადს, იგი აკონტროლებს იმპერიას. And I, ამბობს იგი, control the British money supply. მე კი ნამდვილად ვაკონტროლებ ბრიტანეთის იმპერიის ფულის ნაკადსო. ნათან მეიერ როთშილდმა განაცხადა ბატონო ჩემო. აი როგორ მოახერხა ამ უზარმაზარი, ასე ვთქვათ, ფულის ნაკადის დაუფლებას, ახლა მოგიყვები, ძალიან საინტერესო ისტორიაა. იგი დაეუფლა როთშილდების ოჯახი დაეუფლა ინგლისის ბანკს 1815 წელს. ახლა რატომ და როგორ? მოგეხსენებათ 1815 წელი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ევროპის ისტორიაში, იმიტომ რომ 1815 წელს მოხდა ვატერლოუს ცნობილი ბრძოლა ნაპოლეონის, ასე ვთქვათ, ნაპოლეონის დამარცხება, ხო, საბოლოო ჯამში, სანამ იგი 1821 წელს არ გადაიცვალა კუნძულ ჰელენაზე, ხო? მაგრამ 1815 წელს დამარცხდა იგი საბოლოოდ და ცნობილი ვენის ხელშეკრულება დაიდო, სადაც ახალი გადანაწილება მოხდა, ასე ვთქვათ, იმის, ხო, ტერიტორიების და პოლიტიკური და ასევე საფრანგეთში აღდგა მონარქია. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მოგეხსენებათ, რაც იყო საფრანგეთის რევოლუცია, ხო? მაგრამ აქ თავარი სხვა რამეა, აქ ძალიან საინტერესო მომენტი და ფერმა არიცის და მინდა თქვენ იცოდეთ, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იცოდეთ ეს. წითელაბელმა უნდა იცოდეს და ზოგადად განათლებულმა ადამიანმა, რომ ვატერლუს ბრძოლაში, ვინც იცის ეს ბრძოლა, ხო, იქ მონაწილეობდნენ საფრანგეთის ჯარები, იყო, ასე ვთქვათ, ბრიტანული ნაწილი ამ იმის, ხო, ველინგტონის გრაფის, საგრაფოს და გრაფის ხელმძღვანელობით და იყო პრუსიის ნაწილი, ხო? და პირველი ბრძოლა მოხდა ვატერლუს ბრძოლაზე, ვატერლუში, მეგობრებო, სწორედ საფრანგეთისა და ბრიტანეთის ნაწილებს შორის და შემდეგ მოგვიანებით წამოეხმარა პრუსია, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის დაიმახსოვროთ, რომ საფრანგეთ-ბრიტანეთის, ასე ვთქვათ, ომი მოხდა და საინტერესო რა არის, იცით რომ ხო ყველა ვიღაცა უნდა დაინტერესდეს, ანუ საერთოდ ომები უნდა დააფინანსდება, ვიღაცამ უნდა დააფინანსოს ომები. საქმე იმაშია, რომ ერთსაც და მეორე მხარესაც აფინანსებდა როთშილდების ოჯახი. კერძოდ ნათან როთშილდი, ხო? ნათან როთშილდის ბაბუა ეს, ბევრი ნათან როთშილდები იყვნენ, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ერთ-ერთი ნათან როთშილდი აფინანსებდა ბრიტანეთის ძალებს. ხოლო იაკობ როთშილდი აფინანსებდა ფრანგულ ძალებს, ნაპოლეონის ძალებს. ხო? და საქმე რაში იყო, ისინი ერთად იყვნენ, ანუ ეს ორივე კაცი იაკობიც და ნათანიც. და როგორ შეძლეს სამხელა იმპერიის, საფინანსო იმპერიის შექმნა, კერძოდ ბრიტანეთის იმპერიის ფულის დაუფლება, ხო? ანუ ინგლისის ბანკის, როგორც მთავარი, ასე ვთქვათ, ბანკის დაუფლება. ძალიან მარტივად. საფონდო ბირჟა არსებობდა ბრიტანეთში, მოგეხსენებათ, ну, ცალკე ისტორიაა ზოგადად ფინანსური ქაღალდის და ფასეული ქაღალდების ისტორია და ზოგადად ფულის ისტორია, მაგას ადრე ვისაუბრეთ, არ ვიცი. გახსოვთ თუ არა, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ხო? მოხდა შემდეგი რამ, რომ ნათან როთშილდი
ამ ასე ვთქვათ ბრძოლის პროცესს ძალიან კარგად აკვირდებოდა და შიკრიკები ყავდა. მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო არანაირი კომუნიკაციეთი საშუალება, რადიოც კი არ არსებობდა და შიკრიკები ყავდა გაგზავნილი, რომ სწრაფად, ასე ვთქვათ, სწრაფი მეთოდებით შეეტყობინებინათ რა ხდებოდა, ასე რა ქვია, ბრძოლის ველზე. შემდეგი რაღაც მოხდა, რომ გამოვიდა, ესე იგი, ლონდონის ბირჟაზე, საფონდო ბირჟაზე, ბატონი როტშილდი ძალიან დაღურებულ მდგომარეობაში და დეპრესიულ, ასე ვთქვათ, აი ესეთ ჩამოღრმებულ ტიროდა კაცი, ესე იგი, საოცარ იმაში იყო დეპრესიაში და აი ნახეთ ვკითხულობთ რა. ნახეთ, მოდი წავიკითხოთ და უფრო კარგია. Receiving preliminary news from his courier that Wellington had won the battle. ანუ ნათან როტშილდმა მიიღო წინასწარი ცნობა იმის შესახებ, რომ ველინგტონმა, ანუ ინგლისმა ააგო ბატონჩემო ბრძოლა. და გამოვიდა Natty Rothschild appeared at the London Stock Exchange in feigned mood of depression. და გამოჩნდა სასოწარკვეთილი ასე ვთქვათ, სახით ეჩვენა მთელს საფონდო ბირჟას, ლონდონისას, ბატონი ნათანი and commenced selling his British war bonds. და დაავალა, რომ დაიწყო, ასე ვთქვათ, გაყიდვა მისი აი ამ საფონდო ფონდების, ხო? ღირებული ქაღალდების, ხო? ანუ ბონდების, ეგრეთ წოდებული, ხო? და ეს ამას რომ დაინახათ ბირჟის წარმომადგენლებმა, ხო, ეს ამბავია, აიმე გაკოტრებდა, სასწრაფოდ დაიწყეს მათაც გაყიდვა. გაყიდვა დაიწყო. არა და მან ყველაფერი კარგად იცოდა, პირიქით იცოდა, რომ სანამ ინფორმაცია მოვიდოდა ბატონჩემო, მასთან მოვიდა პირველ რიგში და ყველამ როდესაც გაყიდა ის რა ქვია, ძალიან იაფად, აი ჩირის ფასად, ჩალის ფასად გაყიდა ყველამ წილები. მას ყავდა თავისი ხალხი, კაცები იქ, რომლებმაც აი ამ ჩირის ფასად იყიდეს მთელი ეს ჩვენი ისინი, რა ქვია, ფული, როგორც შეიძლება ასე ითქვას, ხო, ეს წილები იყიდეს და ყველაფერი დარჩა როტშილდის იმას, რა ქვია, ოჯახს ძვირფასო მეგობრებო და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ ველინგტონმა, ანუ ინგლისმა მოიგო ეს ბრძოლა პრუსიასთან ერთად და დარჩა უზარმაზარი მოგება როტშილდს აი ამ ტყუილით და ეს მეტი აღარაფერი დარჩენოდა ინგლისს, რომ ინგლისის ბანკი კლიანად გადაცემული ყოფილიყო და დაარსდა, საერთოდ დაარსდა ინგლისის ბანკი, ანუ მთელი ეს ასე ვთქვათ ფინანსური ნაკადი ჩავარდა ერთი ოჯახის ხელში. ამას გვიყვება Andrew Hitchcock-ი History of the House of Rothschild-ში, ძვირფასო მეგობრებო, აი ესე ლამაზად შეგიძლიათ იხილოთ. ასეთი ის ჩაატარა ბატონმა როტშილდმა და აი ასეთ კაცთან დაიწყო კავშირი და ურთიერთობა ბატონმა სესილ როუდსმა, რომელსაც მოგეხსენებათ ჰქონდათ სდი განზრახვები. ამით მინდა დღეს დაგემშვიდობოთ, იმედია საინტერესო იყო და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ, ესე იგი, ძვირფასო მეგობრებო, ამერიკა რა მოსაზრებები ჰქონდა სესილ როუდს ამერიკელებთან მიმართებაში და ამერიკული, ასე ვთქვათ, ფინანსური წრეების ჩართვა როგორ მოახერხა და როგორ უნდოდა მას და როგორ განიზრახა, ასე ვთქვათ, ამასაც წერს თავის სარწმუნოებით აღსარებაში. მაშასე მეგობრებო, მინდა დაგემშვიდობოთ, მადლობა მოგახსენოთ და წარმატებები გისურვოთ მომავალ შეხვედრამდე.